აგრძელებს ამ მარშს საპროტესტო შეძახილებით. რომ არ დაემორჩილება ქართველი ერი, ეს იმის ნიშნად ორიას რუსულ რეჟიმს. აფხაზეთის ომის დაწყების დღეებია და შესაბამისად ჩვენ კიდევ ერთი ორგი ღალატი ვიხილეთ ოცმანდისგან, როცა პირდაპირ მნიშვნელობით საქართველოს ოკუპანტ რუსეთს ეხმარება აფხაზეთში საწვავის კრიზისის მოგვარებისთვის. ანუ რუსეთს აღარ აქვს იმის თავი, რომ აფსუა სეპარატისტები მოამარაგოს ბენზინით და შესაბამისად ამას აკეთებს გორია. დავშვიდეთ მეგობრებო, რა ხდება? ანუ შეიძლება ითქვას, რომ რუსულ ტანკებში სწორედ გორია ასხამს აფხაზეთში ნავთობს. გაიძახიან 50 აკაცუკი 50 აკაცუკიო აბატონი 50 აკაცუკი. აი გვარიანად წვიესზე ჩვენში დარჩეს. ჩვენ წარმოიდგინეთ ახლა ბორიას მდგომარეობა, რომელიც ელოდება ყობახიძისგან შეპირებულ და მდინარისგან შეპირებულ განაპირებს, რომ პროტესტი შეწყდება. გასულ ალბათ ჩარშად იანვარში გვპირდებოდა ყობახიძე, რომ იანვარში პროტესტი აღარ იქნებაო. მას შემდეგ წელიწად ნახევარი გავიდა და პროტესტი არ წყდება. წვიმაში, ქარში, რა ვიცი, თოვლში, უბედურებაში ხალხი მაინც გამოდის საკუთარი სამშობლოს დასაცავად. ეს არის ნაკვერცხალი, რომლიდანაც მალე აინთება დიდი ალი და გადაბუგავს რუსულ ხოცბანდას, ამ მარიონეტულ ძალას, რომელიც მოაჯდა საქართველოს და სისხლს სწოვს. ესეც საქართველოს დიდი დროშაა. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინის არმიას, რომელმაც დღეს სხვათა შორის ხტოსანი რაკეტა კოლიბრით გაბომბა სამარაში 900 კილომეტრის მოშორებით უკრაინის საზღვრიდან სამხედრო საჰაერო ძალების აეროპორტი და პლუს ამას როსკოსმოსის სათავო ოფისი სამარაში. ხტოსანი რაკეტა. ახლა მალე უკვე შეერთვება საქმეში უკრაინული წარმოების ბირთუგისა ბალისტიკური რაკეტებიც და ძალიან მხიარული შემოდგომა და მით უმეტეს ზამთარიელის ურდოს უშუქოთ, უგაზოთ, ნათბობის გარეშე, შიმშილობის ზღვარზე, იმიტომ რომ დიზელის საწავის უკმარისობის გამო მოსავალი ვერ აიღეს, ვერც მარცვლეულის, ვერც ბოსტნეულის და ასე. ბრძოლა ბოლომდე გააცელეთ ეს ვიდეო ბევრმა ადამიანმა ნახოს.